მე ვარ რუსა ხოზრევანიძე 13 წლის. ვსწავლობ მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და ხატვა. ამ ორიდან უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 4 წელია ვცეკვავ ანსამბლ ნაქარგულში. ბავშვობიდან მინდოდა ცეკვაზე შესვლა და დედას დავითანხმ. ცეკვაში ყველაზე რთულია ახალი ილეთის სწავლა. ადვილია ნასწავლი ილეთების გადაბმა. ნაქარგულში ჩემი ქორეოგრაფია ნანა ქარსელაძე. ის არის მხიარული, მზრუნველი და მეგობრული. უკვე 4-ჯერ მქონდა კონცერტი და ყველაზე კარგად დამამახსოვრდა პირველი კონცერტი. იმიტომ რომ უფრო ნერვიულობდი და უფრო მიხაროდა რომ პირველ კონცერტზე გავდიოდი. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. სიამოვნებით ვიცეკვებდი სოლოს ცეკვა ქართულში. მე ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი დუბაიში. ბილეთი ეღერებოდა $100 და მთლიანი დარბაზი იქნებოდა სავსე. ბევრი ფული რომ მქონდეს დავეხმარებოდი გაჭირვებულ ადამიანებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი ავადმყოფ ბავშვებს. ვუმკურნალებდი უფასოდ და აუშენებდი უფასო ავადმყოფოებს. დარწმუნებული ვარ, ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიქნები დიდი ქველმოქმედი. პირადად ჩემთვის ავაშენებდი დიდ სასახლეს და ვიყიდი ზარას მაღაზიას. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვარ თვითნასწავლი. ბაღშიც ვხატავდი, მაგრამ უფრო სერიოზულად ხატვა დავიწყე 8 წლის ასაკში. ყველაზე ხშირად ვხატავ ზაფხულის პეიზაჟებს. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მიყვარს შავი, იმიტომ რომ უფრო რაღაც მოწყენილი და მუქი ფერია. ვიყენებ მხოლოდ კონტურებში, რომ არ დაამძიმოს ნახატი. ჩემი აზრით ხატვაში მთავარი არის იდეის მოფიქრება. დანარჩენი გამოცდილების და გემოვნების საკითხია. ბავშვობიდან ვაგროვებ ჩემს ნახატებს და სახლში მაქვს დაახლოებით 100 ნახატი. მინდა დამჩეს სამახსოვროდ და რომ გავიზრდები და გავიხსენო ჩემი ბავშვობა. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 10 წლის ასაკში. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა და ახლა სიამოვნებით ვიქნებოდი პატარა. ახლა მინდა ვიყო 24 წლის, იმიტომ რომ მექნება ოქროს დაბადების დღე. მაგ დაბადების დღეზე საჩუქრად ველოდები ოქროებს. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ იქ არის მეგობრული გარემო. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ალეკო ქარცივაძე. ყველაზე ჭკვიანია მარიამ ვეფხვაძე. ყველაზე მშვიდია სალომე ჯოჯიშვილი. ყველაზე ცელქია სანდრო ფუტკარაძე. მე ვარ ყველაზე მოწესრიგებული, საინტერესო, პრანჭია და ასე შემდეგ. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ინგა გოგილაშვილი, იმიტომ რომ არის ძალიან მეგობრული, კარგად ხსნის გაკვეთილებს და არის პოზიტიური. ჩემი პროფესია უკვე გადავწყვიტე და მინდა გამოვიდე ინტერიერის დიზაინერი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მასწავლებელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა, ბებია, ბაბუა და ბიძია. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 9 წლის და ქვია ზურა. ის არის მხიარული, ნერვების მომშლელი, პოზიტიური, საყვარელი და ასე შემდეგ. ნერვებს მიშლის, როცა ჭკვას ვარიგებ და ვეუფროსები. ჩემი აზრით ზურა რო გაიზრდება, გამოვა ან ფეხბურთელი, ან არქიტექტორი. მამიკო არის მზრუნველი, მეგობრული და ჩემი სურვილების შემსრულებელი. მე ვარ მამიკოს პრინცესა და მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, თბილი და კარგი დიასახლისი. ძალიან გამიმართლა ასეთი კარგი მშობლები რომ მყავს. მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი, იმიტომ რომ საჭმის გაკეთება მიყვარს, მაგრამ სახლის დაგება ზოგჯერ მეზარება. ყველაზე კარგად გამომდის სალათების გაკეთება. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ნოდარ დუმბაძის მოთხრობები. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთი კარგი და ლამაზი გოგოს თავგადასავლებს. ეს კარგი და ლამაზი გოგო, რა თქმა უნდა, ვიქნებოდი მე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ვიმოგზაურებდი მთელ სოფლიოში. პირველ რიგში სამოგზაუროდ წავიდოდი დუბაიში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რუსა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა. მე რუსა დამარქვა მამამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ რუსა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ანა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურება რომ შეეძლოს, სად იმოგზაურებდა და როდის? მე მაგალითად ვიმოგზაურებდი 21 საუკუნის საქართველოში. ჩემი ოცნების საჩუქარია პარიზის საგზური თუ iPhone 17 Pro Max არ ჩავთვლით. ბედნიერება არის ცეკვა და ჩემი ლამაზი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.